მოგესალმებით, ეს გახლავთ ლიკა ყაზბეგის პოდკასტი. ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ ზონაში. მივესალმები ჩემს სტუმარს. ეს გახლავთ სოფი მოსიაშვილი, ფსიქოლოგი, არც-თერაპევტი. მოგესალმები. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ ჩვენთან ერთად. ჩემი სტუმარი ხარ. პირველივე კითხვა რა მინდა გკითხო. რა განსხვავებაა ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს შორის? ძალიან ბევრს ეშლება სხვათა შორის და მოდი განვუმარტოთ ჩვენს მაყურებელს. რა განსხვავებაა? ძალიან მარტივი ენით. ფსიქოლოგი უბრალოდ შეიძლება რომ ფსიქოლოგი იმ შემთხვევაში გვჭირდებოდეს, როდესაც ჩვენ გვინდა გავარკვეთ უბრალოდ ჩვენს შინაგან მდგომარეობაში, ჩვენს ემოციებში, ფიქრებში, განცდებში. ხოლო ფსიქოთერაპევტი უკვე ამ ყველაფრის ცვლილებებზე მუშაობს. როდესაც ჩვენ აღმოვაჩენთ მაგალითად რომ რაღაც კონკრეტული არის დასამუშავებელი, თქვათ ემოციური სირთულეებია, ხო, ამ ყველაფერში, ან უფრო სიღრმისეული საკითხები. აი აქ უკვე გადავდივართ იმაზე, რომ ფსიქოთერაპია იწყებს ამუშავებას და ზოგადად ხდება გვაქვს ჩვენ ასეთი ცნობიერი და ქვეცნობიერი ველი, რომელზეც ხდება მუშაობა და აი ამ თერაპიის პროცესში, ეს იქნება არც-თერაპია თუ სხვადასხვა მიმდინარეობები, ხდება უკვე აი ამ სიღრმისეული ჩვენი ქვეცნობიერიდან დამუშავება ისეთი საკითხებით, რაც მერე ცნობიერზე ძალიან მოქმედებს. აქვს თუ არა უფლება ფსიქოლოგს რომ მიიღოს პაციენტები? ხო, პაციენტი კლიენტები როგორ ქვია? ხო, ეხლა ეგეც სხვადასხვა ამბავია, კლიენტი და პაციენტი. ზოგი კლიენტს ეძახი, ზოგი პაციენტს. კი ბატონო, იცით რა არის ფსიქოლოგი უფრო კონსულტირება რომ გაუწიოს, კი ბატონო, მაგრამ ფსიქოთერაპია უკვე ისეთი მიმდინარეობაა, რომელიც ისწავლება, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი შრომა გვჭირდება ამ ყველაფერს რომ მივახციოთ. და ასევე ძალიან ბევრი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემო და მე მაგალითად დღემდე მახსოვს, როდესაც გვასწავლიდნენ ასეთი რაღაც კითხვას, რომ 25 წლის ფსიქოთერაპევტი არ არსებობს და ვეთანხმები. დღეს უფრო ვეთანხმები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა ხომ გჭირდება და ამასთანავე ცხოვრებისეული გამოცდილება გჭირდება, რაც წლებთან ერთად მოდის. იმიტომ რომ ამის გარეშე განვითარება ვერცერთ პროფესიაში ვერ წარმომიდგენია, მით უმეტეს ფსიქოლოგიაში. სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ხო? რა არის ზოგადად ფსიქოლოგია, რაზე მუშაობს? ხშირ შემთხვევაში რატომღაც გონიათ ხოლმე, რომ აბა თუ ფსიქოლოგი ხარ, ეხლა რას ვფიქრობ? თუ გამოიცნობ, ხო? ან რაღაც მსგავსი გეკითხებიან ხოლმე? კი, ხანდახან ზოგჯერ შემორჩენილია. იცი რა, შეიძლება ეს ბავშვური კითხვაც იყოს, შეიძლება ზრდასრულმაც კითხოს, მაგრამ შეიძლება ბავშვსაც გავიჩნდეს მსგავსი კითხვა და გონიათ რომ არა, ეხლა ისოფი მიხვდება რაღაცას და ბავშვები განსაკუთრებით და აქ არის ის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ პირველ რიგში ფსიქოლოგები, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ვმუშაობთ, იმიტომ რომ ცნობიერი, ხო, ცნობიერება, ერთადერთი რაც არის ჩვენთვის ხილული, არის საკუთარი. ჩვენ სხვის ცნობიერებაში რა ხდება, რა საკვირველია, არ ვიცით. ჩვენ შეგვიძლია განცდის დონეზე, ემპათიის საშუალებით გავიგოთ ადამიანი რას გრძნობს და რას განიცდის. თუმცა მნიშვნელოვანია რომ შევჩერდეთ ცოტა შორიდან შევხედოთ აქ ყველაფერს და ცოტა სხვა რაკურსით დავინახოთ და მსმენელისთვის დღეს ალბათ უფრო გასაგები გახდება, რასაც გულისხმობ ახლა შემდეგ აუცილებლად ჩავშლით ჩვენ ამ ყველაფერს. აქვე მინდა კითხო, მორალურ ტვირთს ხوار გკიდებენ ადამიანები, ისე როგორც სამღვდელო პირებს. ამაზე მიფიქრია და გონია ეს მართალია, იმიტომ რომ მე თვითონ დავაფიქსირე, რომ როდესაც გავიგებ რომ ფსიქოლოგი ან ფსიქოთერაპევტი, აი მისი რაღაც შეცდომა ჩემთვის შეიძლება უფრო ბუზემეტი იყოს. ნახეთ, მორალური ტვირთი და ეს რამდენად გაწუხებთ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტს? კი, შეწუხებით სიმართლე რომ გითხრა, მსგავსი თემები და საკითხები არ მაწუხებს, იმიტომ რომ პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. სულ ვამბობ, რომ რამდენჯერაც არ უნდა ამერჩია პროფესია, აუცილებლად ამას ავირჩევდი და ვიქნებოდი ფსიქოლოგი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ადამიანებთან ურთიერთობას, პირიქით იმდენად მავსებს ეს ყველაფერი მე თვითონ და იმდენად მსიამოვნებს ეს პროცესი, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვასწავლიან იმ ყველაფერსაც, რომ როგორ შეიძლება გადავრჩეთ, ხო? იმიტომ რომ ამდენი
ადამიანი ამდენი ურთიერთობა, ამდენი მონაყოლი ამბავი და ეს ყველაფერი უნდა გაფილტრო, გაატარო, გადაამუშაო, ისე რომ შენ არ შეგეხოს, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ შენც თუ იქ ჩავარდები, რა თქმა უნდა, ორივე საშველი გახდებით და იქედან მესამე ადამიანი დაგჭირდება, რომ ამოგვიყვანოს. მე მგონია შემთხვევა დავატრიგერებ ფსიქოლოგი და გამოვიდა მდგომარეობიდან და მე მივხვდი, რომ ჩემი მონაყოლით რაღაც გაახსენდა. ამიტომ ფსიქოლოგს უნდა დამუშავებული ქონდეს საკუთარი ტრავმები, ასე ვთქვათ, რომ მუშაობის პროცესში ხელი არ შეუშალოს. ან თუ ვაწყდებით ისეთ თემას, რომელიც მაგალითად მატრიგერებელია ჩვენთვისვა, ჩვენ იქ უნდა შევწყვიტოთ ეს, ანუ მაგალითად იმ კონკრეტულ პიროვნებასთან ამ საკითხზე ან ზოგადად მუშაობა და შეგვიძლია გადავამისაბართოთ, ამიტომ ყველაფერი ცოტა რთული პროცესია, ვერ წარმომიდგენი ახლა კლიენტს უთხრა, რომ იცი, შენ მე დამატრიგერე და ეხლა შევწყვიტოთ თერაპია და სხვა დროს მოდი ამ საერთოდ აღარ. მაგრამ როდესაც შენ გეხება უკვე რაღაცეები, იქ უკვე იწყებს შენგან კურნებას და არა კლიენტზე მუშაობას. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, რომ თუ რაღაც ისეთი ჩნდება, რაც ჩვენ გვეხება, ეს ალბათ იშვიათია, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაც თქვი ხა, სოფი. მე გაგიმხელ, ვაპირებდი, მინდოდა რომ ჩემი მესამე პროფესია ყოფილიყო ფსიქოთერაპევტობა. ძალიან მოგიხდება. ბევრი რამის გამო გადავიფიქრე და მოტივი იცი რა იყო, რაც ეხლა თქვი შენ. მართლა რომ მე მინდოდა ჩემ თავს დავხმარებოდი სხვების მეშვეობით და ეს რაღაც ეკოლოგიურად სუფთა პროცესი არ გამოვიდოდა. ასე რომ კარგია რომ გადავიფიქრე. კი, ძალიან ხშირად კი ჩვენი გამოცდილება მნიშვნელოვანია, რაც გამოვიარეთ ცხოვრებაში, მაგრამ აი ამბობენ ხოლმე, რომ იმიტომ უნდა რომ გახდეს ფსიქოლოგი, რომ აი რაღაცა ესეთი დიდი ტრავმა გადაიტანა თვითონ და თვითონ საკუთარ თავსაც დაეხმარება და სხვა. ბევრი ამის გამო გახდა ნამდვილად, კი, მაგრამ შენი შინაგანი მოთხოვნილება სულ სხვა არის, აი რო გავმიჯნოთ ეს ორი რამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. რა არის შენი მისია ცხოვრებაში? ერთია, რა არის შენი მისია და მეორეა, რატომ გადაწყვიტა რომ ეს პროფესია აგერჩია შენი ტკივილიდან გამომდინარე პირობითად. ანუ ეს ძალიან ხშირად სადაო საკითხია, შეიძლება ბევრი არ ეთანხმებოდეს ამ ყველაფერს, მაგრამ მე ამის მჯერა და მწამს, რომ შენი მისია რაც არის, ამ ყველაფერს არ ჭირდება ის დიდი ტრავმები და გამოცდილებები, თუმცა ცხოვრებაში გვიგროვდება რასაკვირველია ადამიანებს ეს ყველაფერი და უნდა გამოვიყენოთ, ვინაიდან ეს მეტაფორებია ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი, რაც ჩვენ გადაგხვდა, თუმცა ეს არ არის ერთ-ერთი რისთვისაც ღირს რომ პროფესიას მიყვე. არის ის რაღაც შინაგანი უდიდესი მოთხოვნილება, თუნდაც ადამიანების სიყვარული. პირველი ამომავალი წერტილი ჩემთვის ეს არის. მე როდესაც ადამიანთან მუშაობ, სანამ ჩემამდე მოვა, უკვე მიყვარს მთელი გულით. მე ეს ვიგრძენი, როდესაც შენთან მოვედი ართ-თერაპიის კურსზე. ძალიან მიხარია დიდი თუმცა მე ყოფილვარ ართ-თერაპიაზე, შენთან ვიყავი. მე ყოფილვარ ფსიქოთერაპევტებთან, სადაც აი ზუსტად ეს რაც ახსენე. არ მიგრძნია მსგავსი დამოკიდებულება. მიგრძნია რა? აი თითქოს ზოგჯერ ხო არის ფიქრებს რო ვკითხულობთ და აი ეს ფიქრები თითქოს შუბლზე ეწერა ისე წამიკითხია. უყურებდა საათს, აი როდის დამთავრდება ეს სესია რომ მოვიდეს შემდეგი კლიენტი და ის მომიტანს შემდეგ დამეტებით შემოსავალს. აი ეს როგორ მიგრძნია იცი? ეს ეთყობა ყველა ადამიანს ყველაფერი ზედ ეთყობა, ასე ვთქვათ, ამიტომ ჩემთვის ამომავალი წერტილი ეს არის, რომ უპირობოდ მიყვარს, ისედაც ძალიან მიყვარს ადამიანები, ვივსები მათთან ურთიერთობით და მით უმეტეს, როდესაც პროფესიას ეხება საქმე, აქ უკვე ნამდვილად აი სულ მეთიშება ხოლმე ყველაფერი გარშემო და ვართ ადამიანს და რა თქმა უნდა თერაპიული ველი სხვანაირად ვერ შედგება და ვერ შეიქმნება, ხო? აი ამბობენ ხოლმე რომ რაღაცნაირად თითქოს შენ უნდა გქონდეს დამცავი ბარიერი, რომელიც ასე ვთქვათ არ უნდა იმოქმედოს შენზე, ვთქვათ კლიენტის ამ მონაყოლმა, მაგრამ თუ არ განიცადე ეს ყველაფერი, რასაც პირობითად შენ განიცდი პროცესში, მე მაშინ ამ შემთხვევაში არ ვიქნები რეალური. ანუ ემპათია აუცილებელია ფსიქოთერაპევტის. არა მხოლოდ ემპათია, აქ მნიშვნელოვანია, რომ მე ვიგრძნო ის, რასაც შენ განიცდი, მაგრამ მე ვერასოდეს ვერ ვიგრძნობ ერთ-ერთში, რა თქმა უნდა, რასაც შენ განიცდი, თუმცა ამის გაგება შემიძლია საკუთარიდან გამომდინარე.
ანუ როდესაც მე ეს რაღაც კონკრეტული ვიგრძენი, როგორ ანუ ხშირად მაქვს ხოლმე ესეთი მომენტი, რა თქმა უნდა, ბევრჯერ თავს ვიკავებ, მაგრამ ზუსტად ვგრძნობ, აი თუნდაც ჟრუანტელმა რა დროს დაუარა, რა დროს უნდა რომ ცრემლები წამოვიდეს, ხო? მეც იგივეს ვგრძნობ ანალოგიურს, იმიტომ რომ მთელი არსებით ვარ ხოლმე ამ პროცესში ჩართული. და მყოლია სხვათა შორის ადამიანები, ვისაც ვთქვამთ, რომ აი მე-4, მე-5 ფსიქოლოგი ხარ, ფსიქოთერაპევტი ხარ ჩემთვის, ვისთანაც მივსულ ვარ და აი ეს ყველაფერი არ მიგრძნია აქამდე, რაც მაგალითად ჩემთან, იმიტომ რომ თვითონ პროცესი არის ისეთი სასიამოვნო ჩემთვის, რომ აი ეს წამოყოლა უკვე მარტივი ხდება. აი ხა, როდესაც მეკითხებიან ხოლმე, რომ აი ვის მირჩევთ, ვერ ვურჩევ ასე ცალსახად ვერავის, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ყავს თავისი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი იქნება თუ ფსიქოკონსულტანტი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ვიპოვოთ ჩვენი ადამიანი. აი ამ კუთხით. კი, მეც ესე ვფიქრობ, რომ შენი ფსიქოლოგი უნდა იპოვო, უნდა იარო, შეიძლება 10-თან, 15-თან მიხვიდე, ისევე როგორც მოძღვარი. და მე მიხვდები თუ ვინ არის შენი. პირველივე წამიდან. შეიძლება რომ ჯერ ვიზიტზეც არ იყო ჩაწერილი და დაინახო და მიხვდე რომ ეს ის არის. ესეც ხდება? კი. ანუ ნახეთ პირველივე წამიდან ეხა მე მაგალითად როდესაც მივდივარ ადამიანამდე, იქამდე ვგრძნობ, როგორი აურა აქვს, ასე ვთქვათ, თუ რაც ქვია, არ ვიცი ეს უკვე წინასწარ რასაკვირველია პირველივე შეხედვაზე ადამიანს რაღაც კონკრეტული მაინც ეტყობა შენიანია თუ არა, ასე ვთქვათ, გამოყვება თუ არა მაგალითად იმ ყველაფერში და ეხა ფსიქოთერაპია კიდე ისეთი ამბავია, რომ უნდა ნახო მოცადო და შორიდანაც შეიძლება რაღაცას მიხვდე. სოფი, ცნობილი გამონათქვამი. რაში მჭირდება ფსიქოლოგი, როცა მეგობარი მყავს? შენ წარმოიდგინე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გათვითცნობიერდა ჩვენი საზოგადოება და ყოველი მეათე ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპევტი, ეს მე მგონი უფრო კარგია, ვიდრე ცუდი. რასაკვირველი. ხო, კარგია. მაინც შეიძლება ესეთი ფრაზა გაიგო. ვაუხსნათ ეხა მაყურებელს, მეგობარი ჩაანაცვლებს ფსიქოთერაპევტს? იქნება ანაცვლებს და რა ვიცი. ვერასოდეს. იმიტომ რომ ძალიან კარგია მეგობარი, ძალიან კარგია მეგობართან საუბარიც, დაცლაც, გაზიარებაც, თუნდაც რთულ პერიოდში, შენს გვერდით რომ არის და ასე შემდეგ, თუმცა სრულიად სხვა პროცესია ფსიქოთერაპიული პროცესი და რა პროცესია, აი ძალიან მარტივად ავხსნი, რომ ყოველთვის გასაგები იყოს. აი მაგალითად, როდესაც რაღაც პრობლემაში ვართ და გვჭირდება პირობითად წამალი. ეს წამალი დევს ამ პრობლემის გვერდით, ანუ ჩვენს გვერდით. ჩვენ, როდესაც ვუყვებით მეგობარს ამ ყველაფერს, შეიძლება მეგობარმა სხვა მედიკამენტი მოგვაწოდოს თავისი თავიდან გამომდინარე და გითხრას, რომ აი ეხა კარგი რა განერვიულებს, რასანერვიულოება, მოდი ეხა ეს გააკეთე, გული გადააყოლე, მორჩა და გაგიulis ძალიან სუტრეს ჩავარდი მე ამ სხვა მედიკამენტის გამო. რასაკვირველია, იმიტომ რომ ის რაც შენ გჭირდება, ზუსტად შენ გვერდით არის. და აქ უკვე ნახეთ რა ხდება ლიკა ფსიქოლოგის და თუნდაც ფსიქოთერაპევტის ცოდნები, დიპლომები, ხარისხები მეორე გვერდზე გადადის, იმიტომ რომ შენ ეხმარები ადამიანს შეუქმნა ის გარემო, რა გარემოშიც აი ამ მედიკამენტს პირობითად ბჭყალებში აღმოაჩენს. შენ უყალიბებ ისეთ გარემოს, უსვამ ისეთ კითხვებს, ჩადიხარ ისეთ სიღრმეებში პირობითად, რომ თვითონ პოულობს ამ ყველაფრის გამოსავალს, თვითონ პოულობს ამ კითხვებზე პასუხს და აი ამ ყველაფრის შემდეგ ხდება მხოლოდ გაცნობიერება, მაგრამ მე რომ სამზარეულს მომაწვის ჩემი მეგობარი და მეტყვის რომ სოფია ხა შენ ეს კი არა ეს გჭირდება და წადი ხა დაიძინე და ისვენე და ხვალ უკეთესად იქნება ყველაფერი არ იქნება იმიტომ რომ მე სხვა რაღაცა მინდა და რა მინდა მარტო მე ვიცი იმიტომ რომ მარტო ჩემში დაიბადა პრობლემა ჩემშივე არის გამოსავალი მე ვერავინ ვერ მეტყვის რა უნდა გავაკეთო ფსიქოთერაპევტი მეხმარება რომ საკუთარი სიბრძნე ყველა ადამიანში არის რესურსი და აი ამ რესურსის აღმოჩენაში გვეხმარება ეს ყველაფერი. და ეს მიიღწევა სწორი კითხვების დასმით. რასაკვირველია, ხშირად ჩვენთანაც რომ მოდიან, გონიათ ხოლმე, რომ აი ახლა მე რჩევადარიგებები უნდა ფსიქოლოგთან და რაღაცას მირჩევს და რატო არის აი ეს ღრმა ჩაბეჭდილი, კი, კარგი ძალიან ღრმად არის, კი ბატონო. რომ ფსიქოლოგი გონიათ ფსიქოთერაპევტი რომ მიხვალ და ის სწორ რჩევას მარტივი გამოსავალია და თან ეს გვაქვს დასწავლილი ბავშვობიდან, იცი? ჩვენ როდესაც რაღაც პრობლემის წინაშე ვდგავართ, ძალიან გვიჭირს ხოლმე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა
მართლობის აღება. შეიძლება გავიქცეთ დედას ვკითხოთ, მამას ვკითხოთ, დას ვკითხოთ, მეგობარს ვკითხოთ, რომ აბა როგორ მოვიქცე, რა გავაკეთოთ. ჩვენ არ ვართ მიჩვეულები, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ ეს პასუხისმგებლობები და შემდეგ უკვე ადამიანები, როდესაც იზრდებიან, უკვე ინფანტილური ხდება, ხო? ეს ყველაფერი ინფანტილურები ხდებიან, რაღაცნაირად ისევ იმ ბავშვობაში არიან. ამიტომ რეალურად ეს პროცესი ადამიანს იმაშიც ეხმარება, რომ საკუთარ თავზე აიღოს სრული პასუხისმგებლობა. და საკუთარ ქმედებებზე. ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ აი მინდა თავისუფალი ვიყო. ვეკითხები, რას გულისხმობთ თავისუფლებაში? აი ვაკეთებდი იმას, რაც მე მინდა. რამხელა პასუხისმგებლობაა პირველ რიგში აკეთებდე იმას, რაც შენ გინდა. ამ ყველაფერს ხო აქვს ჩარჩო, საზღვარი, ყველაფერს აქვს მithumetes თავისუფლებას, ხო? აქვს საზღვარი, რომელსაც რაღაც პასუხისმგებლობები ქმნის. ამიტომ ეს ადამიანი, რომელიც აი ამ პროცესს გადის, მოდი პირველ რიგში აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ვინც ფსიქოთერაპიაზე მიდის, დადის ან გადაწყვეტს, რომ მივიდეს, აქვს უფრო მეტად მაღალი ინტელექტი, არის უფრო მეტად საკუთარი შინაგანი მდგომარეობისკენ და საკუთარი თავისკენ მიმართული, რომ ჩაიხედოს. ის იყურება არა მხოლოდ გარეთ, არა მხოლოდ რა სიტყვიან გარშემომყოფები რა ხდება გარეთ, დოლჩე გაბანა ჩავიცვა ეხა თუ ჰერმესი და ასე შემდეგ, არამედ საკუთარ შინაგან მდგომარეობაში იყურება და ეს ყველაფერი მას ეხმარება, რომ უფრო მეტად გაიზარდოს შინაგანად. სახლს რომ ვალაგებთ და გადავყვებით ზედ, საკუთარ გონებაში ვიხედებით, დალაგებული გვაქვს იქ აზრები, თუ ვიღაცის გშურს, ვიღაცაზე ცუცს ვამბობთ, ვიღაცაზე არ ვიცი, რაღაც ისეც ვიტყვით, რომ გული ვატკინოთ და ჩვენს წყენები ჩავიდოთ გულში. აი ამ ყველაფრისგან რატო არ ვანთავისუფლებთ ჩვენს გონებას? გიფიქრია ამაზე, როგორი მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა. ამიტომ აი აქედან დავიწყოთ. ჩვენ არ ვიცით გაჩერება. და არ ვიცით იმ ყველაფერზე თვალებში შეხედვა, რაც რეალურად ჩვენს გარშემო ხდება. ვიცით გაქცევა, რაც ძალიან კარგად გამოგვდის. ვამბობთ, აღარ მაწუხებს, იცი? ყველაფერი გადავლახე ან წარსულში დარჩა ეს ყველაფერი. რეალურად ეს ყავს მიჩქმალული, მიმალული, აი რაღაცნაირად რო დაკუჭო ფურცელი ნაგუსურნაში გადააგდო რამდენი პრობლემაც გექნება, ამ ყველაფერს ჭირდება ამოღება, გაშლა, შეხედვა, ცოტა სხვა რაკურსით, იმიტომ რომ აი მე ფრაზეც გამიგია, რომ აი წარსული იმ წარსულზეა საუბარი, რომელიც არ მოწონდა ერთ-ერთ ადამიანს და მე წარსული დავბლოკე ამბობს, ოღონდ ამას სიამაყით ამბობდა და მე ვიცოდი, უბრალოდ არ ქონდა აზრი რომ ამეხსნა. კი ბატონო, არ უნდა დავბლოკოთ. არავითარ შემთხვევაში უნდა თვალებში ჩავხედოთ რეალობას. და ერთ ჩემ უსაყვარლეს ფრაზას სიტყვას გავაჟღერებ, მივიღოთ მიმღებლობა, ზოგჯერ იცი სისუსტე გონიათ ადამიანებს მიმღებლობა. იმიტომ რომ აი გონიათ რომ ესე იგი დავნებდი რომ მივიღო თუ აი რა სულის ნებისმიერი წარსული ზოგჯერ არის ისეთი ფრაგმენტები მე ბევრზე მიფიქრია აი ყოველ წარმოუდგენელი ფრაგმენტები აბა ბრძოლა ჯობს ამ ყველაფერთან მთელი ცხოვრების განმავლობაში შენთან გადმოვალ ბევრჯერ მიფიქრია აი მოდი ცოტა მძიმე თემაზე გადავალ მაგრამ აი წამომივიდა ეხლა და ძალიან მინდა გავაჟღერო იმიტომ რომ მიფიქრია და პასუხი არ მაქვს აი თქვათ ბავშვები რომლებიც შეესწრენ მკვლელობას იყო გაჟღერებული ხო რამდენიმე წლის წინ რომ საკუთარი მშობლების მკვლელობას ან თქვათ მამამ როგორ მოკლა დედა ჩემს სანაცნობო წრეში იყო ესეთი ისტორია აი როგორ გინდა ამას შეხედო აი როგორ არ ვიცი როგორ ბავშვების შემთხვევაში ეს რადიკალურად განსხვავებულია კი ჩვენ ზრდასრულებმა რა თქმა უნდა ბავშვებს მიიღო ეს რო თქვა ერთმა მშობელმა მოგიკლა მეორე მიმღებლობა თუ ძალიან ძიმე ფაქტია რასაკვირველია და ამაზე ცოტა რთული კითხვა დაგისვი როგორც არ უნდა კი როგორც არ უნდა ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე რასაკვირველია რომ ეს ჭრილობა მაინც ცხოვრების ბოლომდე იქნება არ გულისხმობს რასაკვირველია ეს პროცესი რომ ბოლომდე რაღაცაები იკურნება ისე რომ კვალი აღარ ჩანდეს ჩვენს ცხოვრებაში პირიქით ეს ყველაფერი რომ მოხდა ჩვენ ამ ყველაფრისგან რა მაგალითი მივიღეთ რა გამოვიტანეთ რა გაკვეთილი გამოვიტანე მე აქედან ამიტომ პირველ რიგში ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია სწორ გზაზე დავაყენოთ. კი არ გავაბოროთ. რასაკვირველია, კი არ გაბოროტდნენ ამის გამო. თვითონაც ამ ყველაფრის სურვილი კი არ გაუჩნდეთ. აი აქ ჭირდებათ ბავშვებს ძალიან დიდი სიფრთხილით გვერდში დგომა, რომ
უფრო მეტად იმისკენ წავიდნენ, რომ კი მოხდა, აი აქაც მიმღებლობაა ხვდები საჭირო, იმიტომ რომ თანხმობა განცდილთან არის ცვლილებების საწყისი. მე თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ყველაფერს ვეჭიდავე, ვებრძოლე, რასაკვირველია ეს ყველაფერი დამანგრევს. უკვე დანგრეული ვარ და უფრო მეტად დამაზიანებს. ამიტომ აქ თერაპია, არ ვიცი, ძალიან დიდი ხანია საჭირო, აი რო წარმოიდგინო, რომ ხელზე რაღაც ჭრილობა გვაქვს გახსნილი, ხო? ამ ყველაფერს თუ არ მოვუარეთ, ხო? თუ არ დავამუშავეთ, თუ მალამო არ გადავუსვით, შეხებისას ხო უფრო მეტად გვეთკინება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი თვალებში ჩავხედოთ პირველ რიგში. ამ ჭრილობას ბინტი კი არ გადავახვიო, რომ რაღაც დავმალო და აღარ დავინახო და სხვაგან მიყურო. არა, მოვხსნათ და რაღაცნაირად მოვუაროთ, მოვუფრთხილდეთ, დავამუშაოთ. აი ეს პროცესი არის, რო წარმოიდგინო თერაპიის პროცესიც, ხო? რომ ჩვენ ამ ყველაფერს კი არ ვმალავთ და ვახვევთ უბრალოდ, არამედ ვუვლით. იმიტომ რომ ჩვენ სხეულზეა. ჩვენგან ვიცადეთ ეს ყველაფერი. როგორ ფიქრობ, აი სახელმწიფო პროგრამა არ უნდა იყოს ესეთი ბავშვებისთვის, აი ბავშვებისთვის, ვისაც მძიმე წარსული ჰქონდათ, უბრალოდ ფსიქოთერაპიული, იმიტომ რომ ეს რამდენიმე წლიანი შეიძლება იყოს. რამდენიმე წლიანიც შეიძლება რასაკვირველია იყოს, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან მოწყვლადები არიან და თითოეულ მათგან სხვადასხვა წარსული აქვს გამოვლილი, სხვადასხვა სიმძიმე არის ამ ყველაფრის და ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ არ არის ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი დღესდღეობით წლების განმავლობაში, რომ მშობელმა შვილს უკეთოს. და ალბათ არის იმის შანსი, თუ აი როგორ ვთქვა, რომ ესეთი ბავშვი, რომელსაც დაუმუშავებელი აქვს მძიმე ტრავმა, გაიზარდოს ან პოტენციური მოძალადე, ან მსხვერპლი, რასაკვირველია. კი ბატონო, აყალიბებს ეს ყველაფერი შემდგომ გავლენას. რა თქმა უნდა, ახდენს ჩვენი გამოვლილი თითოეული ეტაპი. ყველაფერს. სოფი, ადამიანი არ იცვლება? ძალიან ბევრი ამბობს, ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რაღაც ფილოსოფიური ინტონაციით, დრამატული სახით, ან მენტორული ტონით, რომ ადამიანი არ იცვლება, ესე მტკიცებით ფორმულირებაში ამბობენ და არ იცვლება, თუ არის შანსი რომ შეიცვალოს. და საერთოდ საჭიროა თუ არა რომ შეიცვალოს ადამიანი. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ არ ვიღებთ ხოლმე ადამიანებს ისეთებად, როგორებიც ისინი არიან და ჩვენ თვითონ ვცდილობთ ხოლმე მათ შეცვლას. დაუკვირდი რამხელა აზრია ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ჩვენ, როდესაც, არ ვიცი, 5-4 წლის ასაკში დავადგენთ, რომ აჰა, ესე იგი ეს არის მიუღებელი ქცევა, მე რასაც ვახორციელებ. ესე იგი ეს უნდა დავბლოკო, რომ გარშემომყოფებისგან მე დავიმსახურო ქება. ხო, აი კარგი გოგოს სინდრომი რაც არის და კარგი ბიჭის, რომელიც მეგონა ფრაზე მე გამოვიგონდა, თუმი არსებობს. კარგი გოგოს და კი, რა თქმა უნდა, არსებობს და ამას ვასწავლით ერთმანეთს ჩვენ, რომ როგორ ვიყოთ კარგი გოგო, მაგრამ ეს კარგი გოგო რასაკვირველია ნიშნავს იმას, რომ არ ვაკეთოთ რაღაცეების სხვების თვის და ჩვენი თავი გავწიოთ უკანა პლანზე. ჩვენ არ დაობადებულ ვართ იმისთვის, რომ სხვების მოლოდინები გავამართლოთ, ხო? ჩვენ საკუთარ თავში ჩავიხედოთ. ყველას საკუთარი თავი ყავს. ჩვენ თუ არ დავიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა, რასაკვირველია, შემდეგ არავინ არ იზრუნებს ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ როგორც ვექცევით საკუთარ თავს, გარშემომყოფებიც ანალოგიურად გვექცევიან. ამაზე არ ვფიქრობთ ხოლმე, გგონია რომ აი როგორ უსამართლოდ მექცევიან ხო სხვები, შენ როგორ ექცევი საკუთარ თავს? აი აქედან დავიწყოთ, რომ დავუბრუნდეთ ამ ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ პირველ რიგში საკუთარი თავი, სად ვართ ზოგადად, საიდან ვიწყებთ ამ ყველაფერს და სად მივდივართ? ანუ ის გზა, რომელსაც აქ მივყავართ. შენი აზრით, რა გზა არის ეს ამ თემასთან მიმართებაში, ის რაც გასავლელი გვაქვს? როგორ მივიდეთ საკუთარ თავამდე? კი. ზოგი ამას აღწევს, თქვათ, მიდის ეკლესიაში. კი ბატონო. მე მგონი ეს არის. კი ბატონო. ერთ-ერთი გზა, ხო? საკურველია. რისი გჯერა? ზოგი ძალიან ამაყობს და უთქვია ესეთ ფრაზას ბევრჯერ გამიგია, რომ აი მე გადავლახე ეს ყველაფერი ფსიქოლოგის გარეშე. აი ესეთი ფრაზა ძალიან ხშირად. საკუთარ თავთან, ნუ ალბათ მიმღებლობა, ისევ და ისევ. ერთ-ერთი გასაღები ეს მგონია. ისი მიმღებლობა? საკუთარი თავის, შეცდომების, თვისებების
აი ამ ჭრილების რაც გვაქვს, მაგრამ ამ ჭრილებს ხო ჯერ აღმოჩენა უნდა და ამაში მეგობარზე უკვე ფსიქოთერაპევტი ნამდვილად დაგვეხმარება. კი, თავიდან ვთქვი, რომ წინვალე ფსიქოლოგი გამოვა. ფსიქოთერაპია კიდე აი რომ ვუთხრათ მაყურებელს, რადგან მე ბევრთან მიკამათია ამ თემაზე, მისაუბრია, მიკამათია. ჩვენ არ გვინდა კამათი, დროის ეკონომია ელემენტარულად. მე შეიძლება ხა ეს ტრანსფორმირდე და უკეთესი ლიკა გავხდე 10 წელიწადში, მაგრამ თუ შენი დახმარებით ამას 1 წელიწადში, თუნდაც 5 თვეში გავაკეთებ, რითია ცუდი. დრო დაჩქარებულია ისედაც და ალბათ ჯობია რომ დროს გავუფრთხილდეთ. რეალურად ტრანსფორმაცია რა არის? ჩვენ ცოდნები არ გვცვლის. იმიტომ რომ არსებობს ცოცხალი და მკვდარი ცოდნა. რა არის ცოცხალი ცოდნა? როდესაც ვიცი, რომ სიგარეტის მოწევა მაგალითად არის მავნებელი და მაგრამ ხო, არა, ცოცხალი ცოდნა არის, როცა არ ვეწევით, მაგრამ მკვდარი ცოდნა არის, როდესაც ვიცი, რომ ცუდია მოწევა, მაგრამ მაინც სიგარეტი მიჭირავს ხელში. ხო, ეს არის მკვდარი ცოდნა. ამიტომ ნახეთ, ყველაფერში ასეა. ძალიან ბევრი ადამიანი იმით იწყებს ხოლმე საუბარს, რომ აი კი ვიცი, კი გისმენთ, რასაც საუბრობთ, მაგრამ აი როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი. ეს არის მკვდარი ცოდნა. იმიტომ რომ ვიცი, მაგრამ არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რაც ვიცი ის ყველაფერი გამოვიყენო, იმისთვის, რომ თუნდაც ტრანსფორმაცია მოხდეს. აი ეს არის უკვე ის ცოდნა, რაც ჩვენ გვჭირდება, მაგრამ მხოლოდ ცოდნა არ არის საჭირო. მხოლოდ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო. აქ შემოდის რწმენა. რწმენა იმის, რაც ჩვენ დაგვეხმარება, რომ უფრო სხვა თვალით შევხედოთ ყველაფერს. რწმენა იმის, რაც ამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ როდესაც პრობლემაში ხარ, ჩაძირული, ჩანს მხოლოდ ერთი გზა და ერთი გამოსავალი იქიდან, მაგრამ როდესაც გარედან უყურებ ამ ყველაფერს, უკვე შენ თვითონ მართავ სიტუაციას, რომ თუნდაც აი ართ თერაპია, ხო, ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ ტექნიკებს და ახლაც ვმუშაობ ართ თერაპიით, რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი? გადმო გაქვს მეტაფორულად, ხატავ და გარედან უყურებ, აღიქვამ. რა არის, როგორ არის, რატომ არის და ამ ყველაფრის ცვლილება შეგიძლია. როდესაც აქ შეასრულებ ცვლილებას, შემდეგ შენ ქვეცნობიერს აფრთხილებ, რომ მე შემიძლია, რომ აქ შევცვალო, ესე იგი რეალურადაც შემიძლია, რომ ეს ყველაფერი განმახორციელო. ანუ ნახატის მეშვეობით შენ ცვლის შენს მომავალს. რასაკვირველია, იმიტომ რომ ჩვენ ფიქსაციას ვაკეთებთ იმ ყველაფერზე, რაც ხდება და შემდეგ უკვე ვცვლით. ამიტომ ფურცელი ართ თერაპიაში არის ჩვენი ცხოვრება. ეს არჩეულებრივია. კი, ეს არის მართლაც მაკურნებელი ისეთი ერთი კითხვა გამიჩნდა, ვთქვათ, რაღაც დავხატე, სადაც გამოჩნდა ჩემი პრობლემები. ერთი ნახატით იცვლება თუ საპირწონედ რამდენი დადებითი ნახატი უნდა დავხატო, რომ გადაფაროს ის. ნახეთ, დადებითზეც არ არის. თუ სწორად დავსვი კითხვაც ვიცი. დადებითი, ზოგადად ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ აი პოზიტიური ზოგადად ხო გონია, რომ ყველაფერ კარგს ნიშნავს. არ არის ესე. პოზიტიური ნიშნავს თავისი დადებითით და უარყოფითით ყველაფერს ერთად. პოზიტივ, ხო, აი რაღაცა ერთმთლიანობას. ამიტომ ესე რომ რაღაცა აღმოჩნდეს პირობითად ამ ნახატში ისეთი, რომ თუნდაც პრობლემურია. აი ხშირად ვეკითხებით ხოლმე ადამიანებს, როდესაც ხატავენ, რომ ყველაზე მეტად რომელი ნაწილი მოგწონს და რომელი ნაწილი არ მოგწონს. თუ მაგალითად გუბე არის პირობითად დახატული და ამბობს, რომ აი რაღაცა ეს გუბე რაღაც ცოტა რაღაცნაირად არის, ხო, იქ არ მომწონს კუთხეში. ზუსტად იქ არის პრობლემა. და ამ გუბეს პირობითად შემდეგ უკვე ცალკე ასე ვთქვათ, დაზუმებულად ჩავშლით და ისეთი რაღაცები შეიძლება იქიდან ამოვიდეს, რაც საერთოდ კავშირში ვერ დაინახო ესე უბრალოდ კავშირი. აი ამისთვის არის უკვე საჭირო. განსხვავდება ბავშვების ართ თერაპია და უფროსების. იცით რა არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვების უფრო მეტად უზრდასრულების უფრო სიღრმისეულია. ბავშვებშიც ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის. ამას წინათ მეკითხებოდა ერთ-ერთი ჩემი ბავშვი, რომელიც ჩემთან დადის, რომ მას მეძახიან პირველ რიგში. მას ამდენჯერ რომ ახატინებთო, განარას ხედავთო ამდენსო ჩემს ნახატებში, ისე აინტერესებთ ეს ყველაფერი და მართლაც ძალიან დიდი ინფორმაცია მოდის. ბავშვებში განსაკუთრებით ისეთ ბავშვებში, რომლებსაც საუბარი უჭირთ, რომლებიც ჩაკეტილები არიან, რომლებსაც ვერ გადმოაქვთ ეს ყველაფერი, ეს განცდები. სპექტრის ბავშვები? კი ბატონო, თუნდაც, მაგრამ ტიპიური განვითარების ბავშვებსაც ყველასთან ძალიან კარგად მუშაობს, იმიტომ რომ იცლები ამ ყველაფრით. რაღაცას თუ ვერ ამოთქვამ,
ნახატით გადმოგაქ და ხელი რეალურად ხატავს იმას, რასაც ქვეცნობიერი აწვდის. რამდენად სწრაფია ართ-თერაპიით მუშაობა? ძალიან მნიშვნელოვანი ერთ სესიაზე ფსიქოანალიზ წლები ჭირდება. ერთ სესიაზე შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოვიდეს, რა თქმა უნდა, შემდეგ ამას გაყოლა ჭირდება, ჩაღრმავება ჭირდება, გაანალიზება ჭირდება და ტრანსფორმაცია ჭირდება, თუმცა არ არის ახლა ხანგრძლივი, ხანმოკლე პროცესი არ არის, მაგრამ არც ძალიან ხანმოკლე ერთი წელი. იცი რა, ესე ვერ ვიტყვი, გააჩნია პრობლემას, გააჩნია არც არის საჭირო პრობლემა ძალიან არ მიყვარს ამ სიტყვის თქვა, იმიტომ რომ რეალურად პრობლემა ის არის, რომ ვერაცნობიერებ, რომ შენ რაღაც ცვლილება გჭირდება ამ მიმართულებით. ან ამბობენ ხოლმე ხშირად, რომ აი მე უკვე ესე ხარ, რომ ფსიქოლოგთან დადიხარ, ან შენ შულს რა შეჭირდება ეს ყველაფერი. აქ უკვე მივდივართ იქამდე, რომ რაღაც ცოტა ცნობადობის გაზრდა კი, ჩვენ პროგრესი გვაქვს საქართველოში. გიჟი აღარ გონიათ ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგთან მიდის. იმედია ასეა. არა, ეს ნამდვილად ესეა. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მომართვიანობამაც ფაქტია გაიზარდა. აი ჩემი მოდელები, ჩემი მოსწავლეები ხშირად მეუბნებიან, რომ აი თქვათ რომ ვიკითხები, რატო არ იყავი გაკვეთილზე, მას ფსიქოლოგთან ვიყავი და ძალიან მომწონს. აი ყოველი მეორე ხო რომ მოდაშიც კი შემოვიდა ფსიქოლოგთან. დაგვიდგა საქართველოში. მოდა კი არ არის კულტურა ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ დიმიტრი უზნაძის ქვეყანაში ვცხოვრობთ და რატომაც არა. სხვადასხვა დიმიტრი უზნაძეს საზღვარგარეთ უფრო აფასებენ ვიდრე საქართველოში, მაგრამ უზნაძე, საოცარი გენიალური პიროვნება, ჩვენი განწყობის თეორია ხო სასწაული და რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს ეს ყველაფერი წინ წამოწეული იმისთვის, რომ ჯანსაღი და ჯანმრთელი თაობა გვყავდეს. მარტო ორგანოებს არ ჭირდება, რა თქმა უნდა, მიხედვათ ჩვენ სულიერ შინაგან მდგომარეობას ჭირდება, იმიტომ რომ მე უკვე სომატური ჩივილებით გადადის იმ ორგანოებზე. მე მივდივართ და წამლებს კარგად ვსვამთ ხოლმე და კი, უნდა დავლიოთ რა საკურველი ახლა ცალსახად ვინმე არ გაიგოს, რომ მარტო ფსიქოთერაპია ან არტ-თერაპია უშველის ამ ყველაფერს, მაგრამ სომატურ გამოვლინებებამდე რომ არ მივიყვანოთ ჩვენი თავი და გადაღლამდე და გადაყირავებამდე, უნდა თავის დროზე მივხედოთ ამ ყველაფერსაც. სოფი, შენს პირად ისტორიას მინდა შევეხო. ბავშვს წერილებს საკუთარ შვილს, რომელიც არ იყო დაბადებული. კი, ჯერ ჩასახულიც კი არ იყო. რატომ მოგივიდა ეს აზრი? იცით რა არის? ეს არის ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ტრანსფორმაცია. იმიტომ რომ მე თეორიულ ცოდნასთან ერთად ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოვცადე და დღესაც რომ ვუბრუნდები და ვკითხულობ ამ წერილებს, ზოგჯერ მგონია რომ ეს ჩემი დაწერილი არ არის, იმდენად არარეალურად მიმაჩნია ხოლმე ზოგჯერ, რა იმგონია რომ აი ხა თარიღებით რომ არ იყოს ეს ყველაფერი დაწერილი და მე რო ფურცელზე მქონდეს დაწერილი, ალბათ, რა ვიცი, 1000-დან ერთი ადამიანი თუ დაიჯერებდა ამ ყველაფერს, იმდენად რაღაცნაირი საოცარი ისტორია. ბავშვი რომელიც უკვე გაჩნდა, კითხულობს თუ ჯერ პატარაა? ჯერ პატარაა. დაახლოებით 12 წლის რომ გახდება, დავაკვირდები მის განვითარებას, რა თქმა უნდა, როდის შეძლებს რომ ახიქვას. როცა მიხვდები რომ მზად იქნება. ეს ყველაფერი აუცილებლად მინდა რომ ერთი ხელნაწერი წიგნი დავწერო, რომელსაც შემდეგ გადავამრავლებ და ეს ორიგინალი მას ვაჩუქო 12 წლის რომ როცა გახდება და როცა მოვა ამის დრო რომ გაიგოს ეს ყველაფერი. იცის ეს ამბავი რომ წერილები ელოდება? არა, ჯერ არ იცის ეს ყველაფერი, მაგრამ ვუყვები ხოლმე ისეთ რაღაცებს, რაც იქედან არის ამონარიდები, იმიტომ რომ იქ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები ჩემთვის, რაც ყოველდღიურობა. შენ უკვე მოქმედი არტ-თერაპევტი, ანუ მოქმედი ფსიქოთერაპევტი იყავი? არა, ეს ყველაფერი იყო ჯერ კიდევ მაგისტრატურას ვამთავრებდი და მაშინ გადავწყვიტე რომ აი ესეც 60 დილზე მეილი გავაკეთე, რომ მე უნდა მოვიხმო ჩემი შვილი, რომელიც ძალიან მინდა რომ ჩემს მუცელში რატო იყო აღმოჩნდეს. მოსახმობი? იმიტომ რომ არ მოდიოდა თავისით და ჭირდებოდა ჩემგან ბიძგი, იცი რა არის, ზოგჯერ სამყაროს არ ვუკონკრეტებთ რა გვინდა. ბევრი რამე გვინდა, მაგრამ ასე კონკრეტულად რომ ვეუბნებით, რომ აი მე ძალიან მინდა რომ მალე ჩემს მუცელში აღმოჩნდა, ხო, თან რამოდენიმე წერილი იყო მსგავსი. ამ ყველაფერთან ერთად ვუყვებოდი რა ხდებოდა აქ ამ სამყაროში, იმასაც ვეუბნებოდი რომ აქ რომ მოხვალ არ შეგეშინდეს, იმიტომ რომ ცოტა ხმაურია რომ კომუნიკაციის ესეთი ხერხი მოიფიქრე. მესამე წელი იყო, თუმცა აი ბავშვობიდან ძალიან მინდოდა შვილი და რაღაც დედობისთვის რო ხარ, ხო იცი თავიდანვე მომართული, ესე ვიყავი და
ამიტომ 2 წელი აღმოჩნდა ის პერიოდი, რომ მესამე წელს მე დამეწყო მოქმედება. ხშირ შემთხვევაში არაფერს არ ვაკეთებთ, იცი, მარტო ვწუწუნებთ. მარტო განვჭით სხვებს, თუნდაც სამყაროს, რომ რა მე დამემართა და რატო არ ხდება. და რეალურად ნათქვამია, რომ თუ პორტოხალი გინდა დათესო, სუროს ნუ დათესავ, იმიტომ რომ ჩვენ ვაჟღერებთ ასეთ სიტყვებს და გვინდა რომ მოსავალი პორტოხალი მივიღოთ. ანთიხაში მოვიდა, არაჩვეულებრივი კომუნიკაციის დაწყებიდან. მოვიდა, გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. თვითონ შემზადებოდა ალბათ რომ ღირსებით გამოჩენილი. და იქ იყო კიდევ ერთი მეილი, რომ 17 რიცხვში მინდა თქო რომ მოხვიდა ჩემთან, მაგრამ შენ თუ გადაწყვეტ რომ ეს თარიღი შენთვის არ არის სასურველი და სხვა თარიღია, თქო, მაშინ მოდი თქო და 15-ში მოვიდა. რატო 17? 17, ანუ რა არ ვიცი, ეს 7-იანი ძალიან მიყვარს და ამიტომ 17 მე მინდოდა, მაგრამ ნახე, მე კი არა, თვითონ რაც უნდა, რომ რა თქმა უნდა ის გააკეთა და დღემდე ესეთი პრინციპული ხასიათის არის, რაც ძალიან მომწონს. მოკლედ ეს იყო, არ ვიცი, რადგან ერთი გავაზიარე, ხო იცი როგორი მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, ჩემად მქონდა რაღაცნაირად ეს, მაგრამ უკვე რამოდენიმე ადამიანი გამომეხმაურა, რომ აი შენ რომ მაშინ ესე გააჟღერე, მეც მაშინ ესე რთულ მდგომარეობაში ვიყავი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა აქედანაც გადავუხადო ამ ადამიანებს, რომ ამის შემდეგ მე იმდენად დავიჯერე ამ ყველაფრის, რომ დღეს აგერ რამოდენიმე თვის ორსულები არიან გოგონები და კიდევ ისედაც არაჩვეულებრივი იდეა, შეიძლება არ კონდეს შვილის გაჩენის პრობლემა ყავს, მაგრამ ეს არის ახაც ვაგრძელებთ წერას, რა თქმა უნდა, პირველად ზღვაროც ანახა, პირველად სკოლაში რომ მივიდა, ბაღში მივიდა, რაღაც მნიშვნელოვანი მომენტი თუ მოხდება მის ცხოვრებაში, იქ ყველაფერს წერდა. ახლა მივედი შემდეგ კითხვამდე. ფსიქოლოგების შვილებს ნაკლები პრობლემები აქვს სხვა ბავშვებთან შედარებით? ლოგიკურად ესე უნდა იყოს. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. ბავშვია, კი. საჩუქარია. ყველა იმ პრობლემას და დაბრკოლებას გავდივართ, რასაც ყველა ბავშვი ასაკობრივ განვითარებაში. ნაკლებს, სოფი? არა? იცი რა არის? არა, ვერ ვიტყოდი რომ ნაკლებს გავდივართ, იმიტომ რომ კი, არა, რა თქმა უნდა, ღია ვარ და ყველაფერს გავდივართ. ეს ამხელა ბენეფიტი, მშობელი რო ფსიქოლოგი ყავს. და ხე შენ უფრო შეიძლება გიმარტივდება ამ პროცესების გავლა, როგორც მშობელს, იმიტომ რომ იცი რაღაც კონკრეტული. მე ყოველთვის ამას ვამბობ, რომ არც ერთი მშობელი არ არის ვალდებული იცოდეს ის, რაც თუნდაც მე ვიცი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი პროფესია. ელემენტარულად ბოდიში გაწყვეტინება, აი ყველაზე სულელური კითხვა, შეკითხვა, რომელიც ქართველებმა გამოიგონოს, არ მგონია სხვა ერში იყოს. ბავშვი ეკითხებოდნენ, წლების განმავლობაში იყოს. დედა უფრო გიყვარს თუ მამიხვდი ხო? დედა გიყვარს, ანუ თავიდანვე ბავშვს რას უდებ თავში, რომ ესე იგი შეიძლება დედა ან მამა უფრო საყვარელი იყოს. კი, და მაგიდას რო თავს მიერყავენ და მაგიდას რო ეჩხუბებიან, რომ ეს არის დამნაშავე მანდოთა. დედა უფრო გიყვარს თუ მამა? აი რო დავუკვირდეთ, რა თქმა უნდა, მსგავსი შეკითხები, აი რაც ხელმეწიფება, და ბავშვი რო ფიქრობს და მე რო პასუხობს. რომელი უფრო საყვარელი? არა, რასაკვირველია ხა მსგავსი რაღაცები არ ხდება, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მე ბავშვებთან ნაკლები, ასე ვთქვათ, გადასალახი ამბები მიწევს, იმიტომ რომ მყავს გოგოც, მყავს ბიჭიც, განვითარებას მიუყვებით, ყველა ასაკს თავისი კრიზისი აქვს, გარდამტეხი პერიოდები აქვს. შეიძლება როგორც მშობელს მე რაღაცები გამიმარტივო იმ კუთხით, რომ ხო, რაღაცა სხვა კუთხით შევხედო, მივიღო, თუნდაც რო აქ რაღაცა პრობლემა ხო არ არის, აბა მოდი ახლა ეს გწნეთის, ანუ რაღაცები მივიღო, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ნაკლები პრობლემა არის, ვიდრე სხვა მშობლებთან, იმიტომ რომ ეს ვისაც შვილები ყავთ, რა ვიცი, როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო, ყველა გადის ამ პერიოდს და ყველას აქვს ეს პერიოდები და ამიტომ არ გეგონოთ, რომ მე სხვა პასუხს ველოდი, გაოცებული. მიხარია, იცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დოგმა არსებობს ჩვენს გარშემო, აი გონია რომ აი ხშირად მწერენ ხოლმე რომ ისოფი როგორ ასწრებ ყველაფერს და იქ ბავშვები აქეს, კი, მეც ვერ ვასწრებ ზოგჯერ არ ვიცი, მანქანაში ვჭამ, მანიკურს ვიკეთებ, პომადას ვისვამ, ანუ მსგავსი რაღაცეები არის ჩემს ცხოვრებაშიც რეალურად ის, რასაც ყველა გადის. ყველაფერი, აბსოლუტურად. სხვა შვილებს ეს რუნავ, ეს შენი პროფესია. ხომ არ ატყდება საკუთარ შვილს. არა, ვერ ვიტყოდი, არა, დროის ფაქტორი მე ძალიან აი როგორ ანაწილებ, როგორ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ის ყველაფერი, რომ შვილებთან მქონდეს იმდენი ურთიერთობა, რამდენიც საჭიროა. თუმცა ეს წარმოუდგენელია, მაშინ ნახე როგორ არის, მე მჯერა ლიკა იმის, რომ
ხარისხიანი დრო ბავშვთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხშირად ყველა მშობელი ამაზე წუხს, რომ აი დილით გავდივარ და საღამოს მოვდივარ და არ არის ის ტრაგედია, რომ აი რახან მთელი დღე შენ შულს ვერ ხედავ და შენი საქმე გაქვს და ამის გამო გადიხარ პირიქით. აბა კითხეთ თქვენ შვილებს, გაბრანჭული და ლამაზი და ისეთი დედა ურჩევნია, რომელსაც თავისი საქმე აქვს თუ სახლში რომ ზის და ნევროზი აქვს და ასე შემდეგ, ხო? ყოველთვის ვაბალანსებ ხოლმე რაღაცნაირად, იმიტომ რომ მე ისეთი გრაფიკი მაქვს პირველ რიგში, რომ თავისუფალი ასე ვიტყოდი, ხა დილის 9-დან 6 საათამდე არ ვზივარ ასე, როგორც ხელმეწიფება, ისე ვისვამ ხოლმე განრიგში ამ ყველაფერს და ამიტომ იმ ხარისხიან დროს ვუთმობ ხოლმე ჩემს შვილებს, რაც ვიცი რომ მნიშვნელოვანია. არა მთელ დღეს და ტოქსიკურს, რომ მაგალითად, როდესაც ვეკითხები მშობლებს, რომ აი როდის რასაკეთებთ ხოლმე ერთადან, როგორ ატარებთ დროს ერთად. აღმოჩნდება, რომ დედა ჭურჭელს რაცხავს და ბავშვი თავისთვის თამაშობს. ამიტომ პირველ რიგში 15 წუთი, ნახევარი საათი, რასაკვირველია, ნახევარი საათი თვალი-თვალში კონტაქტი ბავშვთან უკვე არის მნიშვნელოვანი და საჭირო. მაგრამ თუ ორი ყავს 1 საათი დაგჭირდება დღის განმავლობაში, რომ ხარისხიანად გაატარო და დანარჩენი გინდა ჭურჭელი რაცხე, გინდა სამსახურში იყავი და ანუ როგორც ასე ვთქვათ, გაწერილი მაქვს განრიგში, აი თუნდაც კონსულტაციები, თუნდაც რაღაც პროექტები, ასე ბავშვები მყავს ჩასმული ჩემს დღის განრიგში, რომ მათთან ერთად დრო გავატარო. სოფი, მამაკაცებს უნდა გკითხო. კი ბატონო. დაიწყეს ქართულმა კაცებმა, მამაკაცებმა, ფსიქოთერაპევტთან ინტენსიური თუ ქალები ჭარბობს? ქალები ჭარბობს, რასაკვირველია, მამაკაცებს ცოტა უფრო უჭირთ მიმღებლობა, ესე ვიტყოდი. იმედია არ გამინაწყენდებიან, თუმცა უჭირთ მიმღებლობა, ქალებმა უფრო დაიწყეს საკუთარ თავზე ზრუნვა. მე ვიცი ბევრი მამაკაცი, რომ თავის შეყვარებული იქნება საცოლე თუ ცოლი უშლის. ვიცი არა ერთი. და ეს მამაკაცი უშლის რატომ? მანიპულატორი მამაკაცები, რადგან არ უნდათ რომ ეს ქალი იყოს ცოდნით შეიარაღებული და მე მართვა გაუჭირდება. ჩემთან პირიქით იცი, აგზავნიან ხოლმე, რომ აი ვიცი რომ გჭირდება შენ. ნუ შენთან ესე პროგრესული. იცი რა, ხო, არის. კი, ორივე კატეგორია აუცილებლად იქნება. მანიპულატორი არასდროს არ გაუშვებს თავის შეყვარებულს თუ ცოლს არასდროს. კი, რა თქმა უნდა, ეხა იქ ძალიან ბევრი ფაქტორები იკვეთება და რეალურად ამბობენ ხოლმე, რომ აი ფსიქოლოგთან რომ მივიდა ოჯახი დაენგრა, ან რაღაცა მსგავსი პარადოქსი. ანუ ეს რა ხდება, როდესაც საკუთარ თავზე იწყებ მუშაობას, ახლა თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ და ამდენი წელია ითმენ ამ ყველაფერს, მე როცა აცნობიერებ, რომ რაღაცა ცოტა სიჯანსაღისკენ შემოbrunდე და საკუთარ თავში ჩაიხედო, რა თქმა უნდა დაინგრევა ესეთი ურთიერთობა, რაც წლების წინ იყო დასანგრევი, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ამ სიჯანსაღეს მოყვება, ასე ვთქვათ, აი გაშვება რაღაცეების. მოყვება. თუნდაც აი ტრანსფორმაციის გზაზე როცა ვართ, ძალიან ბევრი ადამიანი გვეკარგება, ხო, გარშემო, იმიტომ რომ ჩვენგან მოწონთ ხოლმე პროცესია. მტკივნეულია, თუმცა განთავისუფლებს დროთა განმავლობაში, ხო? ჩვენგან როდესაც ვიღაც რაღაც სარგებელს ელოდება და ამიტომ არის ჩვენს გვერდით პირობითად. აი ამ შემთხვევაში უკვე როდესაც აღარ ხარ მისთვის სარგებლიანი, ტრანსფორმაციის გზაზე ვართ თუ თვითონ მიდიან? თვითონ მიდიან, იმიტომ რომ შენგან ვეღარ იღებენ იმ სარგებელს, რასაც აქამდე აძლევდი, იმიტომ რომ შენ შინაგან კომფორტს აღარ ვუქნი. კი, შინაგანად იყურები საკუთარ თავში და ხვდები რომ არ არის ეგ შენი მოსაგვარებელი, ასე ვთქვათ, აგერ სიკეთებასაც თავისი წესები აქვს, ხო? პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ ეს შენი გასაკეთებელია თუ არა. და თუ შენი გასაკეთებელია, უნდა დაფიქრდე, პასუხისმგებლობას ხო არ გკიდებს ამ ყველაფრით. იმიტომ რომ ყველა ადამიანს სჭირდება რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოს და ძალიან უჭირთ. სოფი, საფრთხეზეც უნდა ვისაუბროთ. რა საფრთხეზეა საუბარი? არაერთი მაგალითი ვიცი და მსმენია. ნუ ხშირი არ არის, მაგრამ როდესაც მეუღლე ცოლი მივიდა ფსიქოლოგთან და მამაკაცი ურეკავს ფსიქოლოგს და ლანცხავს და აკინებს. რა უყავი ჩემ ცოლს? ესეც შემთხვევა, თუ ეს ძალიან რთული და მძიმე შემთხვევა, ხშირად არ ხდება, მაგრამ იმედი არც ვნახავს გავს რაღაცას, მაგრამ ხორ შეგაშინე. არა.
არა, ნახეთ როგორ არის. მე ყოველთვის ადამიანებთან უტრიალებ ტვინს ჩემს სელს. აი ესეთი. ადამიანებთან ურთიერთობაში ყოველთვის მაქვს ხოლმე ერთი რამ, რაც ვისწავლე წლების განმავლობაში, რომ თუ ადამიანი მსგავს რაღაცას აკეთებს, ახლა რაც შენ მოყევი, აი ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს რამდენად ჭირდება, ესე იგი დახმარება, რომ მსგავსი საქციელს ახორციელებს, ხო? რა დგას ამის უკან? ეს არის საინტერესო. რეალურად ქცევა რა არის? გამოვლინება იმ ყველაფრის, რაც მაწუხებს, ხო? ანუ ეს ემოციები და ეს ყველაფერი არ წარმოიქმნება ესე ჰაერზე. ამის უკან დგას მთელი რიგი პრობლემები. მთელი რიგი, არ ვიცი, ბავშვობის ტრაუმები და ასე შემდეგ. ამიტომ მისთვის შეიძლება არეული არის ცოლის ტვინი, მაგრამ მის ცოლისთვის დალაგებული იყოს. ხა იმ კაცის სახე წარმოვიდგინე, თქვა დრო უთხრას ფსიქოთერაპევტა, რომ ბატონო, თქვენ უფრო მეტად გჭირდებათ ჩემი თავი და მობრძანდი. ხო, ეს ნახეთ, არასდროს არ მივა ესეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჭირდება ამ ყველაფერს ცოტა სხვა რაკურსი, ცოტა სხვა ხედვა, ცოტა სხვანაირად შემოbrunება საკუთარი თავისკენ, იმ ყველაფრის მიმღებლობა, რაც იყო და დაწყება. ცოლებს შესომას უშვებენ. ახლა მე ერთი წყვილი, რომელიც მე ვახსენე და ეს кейსი კარგად ვიცი, იმიტომ რომ ჩემს საახლობლო წრეში მოხდა. ცოლის ბრალიც იყო და რა გეტყვი. სახში რომ მივიდა და უწყო ესეთი ზევიდან ყურება, იმას ხო უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა და ცოდნა მისი აზრით და აი ფსიქოლოგმა ესე მითხრა, ხო, ქმართან მივიდა და აი ფსიქოლოგმა ესე მითხრა, ფსიქოლოგმა ისე მითხრა და გაგიჟდა კაცი და მე დაუბრუნდა. ლიკა იცი რა არის, ფსიქოლოგსაც გააჩნია. მეც მსმენია მსგავსი რაღაცები, რომ აი ფსიქოლოგმა ესე მითხრა, დამარიგა, ასე გააკეთე, ისე გააკეთე. არ შეიძლება ამაზე საუბარი, ხო, ზოგადად აი ალბათ. რეცეპტების მიცემა, რასაკვირველია, არ არის ფსიქოლოგის საქმე. ანუ პირიქით შენ ხარ მსმენელი, მთელი გულის ყურით მსმენელი და ის კითხვები, რაც უჩნდება ადამიანს თუნდაც და შენ გეკითხება, შენ უბრუნებ იმ შეკითხვას, იმიტომ რომ მას შენი პასუხი კი არ ჭირდება, თავისივე პასუხი ჭირდება თავისივე დასმულ კითხვაზე. და აი აქ კი შეიძლება რომ ძალიან ბევრი ფსიქოლოგი შეცდეს და მზა რეცეპტები გასცეს, რომ აი შენ მაშინ ესე უნდა მოქცეულიყავი, ასე უნდა. ეგ არავინ არ იცის იმ ადამიანის გარდა, იმიტომ რომ მან გამოიარა ის პროცესი. იმიტომ რომ მას აქ ის ტვირთი აკიდებული. ამიტომ აქ ძალიან სიფრთხილეა საჭირო და კარგია ბევრი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, მაგრამ ეს ისეთი მეცნიერება და ისეთი საქმეა, შეიძლება დააზიანო ადამიანს. რასაკვირველია და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნორმალურად მიყვე ამ გზას და პირიქით, იმიტომ მიდიხარ, რომ რაღაცა დახმარება გჭირდება და საკუთარ თავში ჩახედვა გჭირდება და ხომ თუ მოხვედი და მე ჩემი რჩევებით დაგხუნძლე და ისე გაგიშვი, რა თქმა უნდა, ეგ არ გამოგადგება, იმიტომ რომ ჩემია, მე ჩემი გამოვლილი მაქვს, ხო? და შენ როგორც ვთქვით ჩვენ, ის წამალი გჭირდება, რაც გვერდით გიდევს, უბრალოდ ამისთვის გჭირდება გარემო, სადაც ამ ყველაფერს აღმოაჩენ. სოფი, ბოლო კითხვა მაქვს ესეთი, როგორ ფიქრობ, სკოლაში რაღაც დოზით ბავშვებმა არ უნდა ისწავლონ ფსიქოლოგია, თინეიჯერებზე მაქვს ლაპარაკი, დამამთავრებელ კლასში და არა პატარებში. იცი რა არის, მე ვიტყოდი რომ პატარაობიდანვე. სკოლაში კი არსებობს ფსიქოლოგი. თუნდაც ბულინგს რო გაუწევ. კი ბატონო, მაგრამ წარმოუდგენელია რომ ერთმა ფსიქოლოგმა, არ ვიცი რამდენი ბავშვია სკოლაში, 100 ბავშვის, 100 არ არის უფრო მეტია. ამბავი და ეს ემოციური მზაობა და ასე შემდეგ ყველაფერი როგორც გაკვეთილს. კი. კი ბატონო, როგორც გაკვეთილი, ჩემი აზრით სასწავლო განრიგშიც უნდა იყოს და თუნდაც კლუბის სახით, ხო, ძალიან ბევრი კლუბებია იქ ქართული არა უბრალოდ ჭადრაკი და ფეხბურთი და სპორტი და ასე შემდეგ, ხო, რაღაც მენტალური არითმეტიკა და ასე შემდეგ. მე მაგალითად ყველა სკოლაში დავნერგავდი ამ მიმართულებას, რომ ფსიქოლოგია, ანუ პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენმა შვილმა მათემატიკა და ქართული იცოდეს, როგორ ის არ მინდა რომ როგორ იყოს შინაგანად მენტალურად ძლიერი, თუნდაც სხვა ბავშვი რომ დასცინებს, რა გააკეთოს, როგორ უპასუხოს. ხო, ხშირ შემთხვევაში არიგებენ ხოლმე, რომ თავი არავის დააჩაგვრინო და შენ ცხელი შეუბრუნე და მე მივდივართ კონფლიქტამდე. ამიტომ მარტო ეს არ არის საკურველია, ემოციები როგორ მართოს, როგორ გამოხატოს ეს ყველაფერი. ვთვლი რომ ყველა სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი. და ალბათ უფრო ამაში მშობლები
გააქტიურდებიან, რომ ეს ყველაფერი ოდესმე დაინერგოს, იმიტომ რომ არ ვიცი ხა ყველა სკოლის ინტერესებში რა თქმა უნდა არ შედის, თუმცა არის კერძო სკოლები, რომელიც უფრო მეტად ინტერესდებიან ამ ყველაფრით და მე მაგალითად რამოდენიმე სკოლასთან თანამშრომლობ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და დიდი მადლობა მათ, რომ აი ესე ზრუნავენ საკუთარ მოსწავლეებზე, იმიტომ რომ ამის გარეშე ბავშვის განვითარება რამდენიც არ უნდა ჩავუდოთ თავში ცოდნა, თუ მას არ აქვს შინაგანი მდგომარეობა სტაბილური, შეიძლება რომ ერთ წამში ჩამოენგრეს ეს ყველაფერი. ეს იგივე აზრი მაქვს, ვფიქრობ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის ბავშვს. საკურველია მით უმეტეს იმ ბავშვი არა, ვფიქრობ, რომ აი მშობლებსაც რამდენიმე გაკვეთილი მშობლებიდან უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მშობლებს ყველაზე მეტად აი ნახეთ ჩემს თვალწინ, ხა 30 წელია ბავშვებთან მუშაობ, მეც ხო ნუ სხვა კუთხით, ოღონდ მე ფსიქოთერაპევტი არ ვარ, მაგრამ რამდენჯერ მშობელს მოუყვანია ბავშვი დგას იქ და აი ჩემ შვილს აქვს ჩემი შვილი დაბალია სიტყვაზე. და აქვს თვითშეფასება, ანუ იმდენ რამეს ამბობს, რომ ეს ამ ბავშვის ამ მდგომარეობიდან გამოყვანოს მე მგონი 1 წელი უნდა. მე უკვირთი, რომ საიდან მე არ ვეუბნები და მე ბავშვთან ერთად არა, მაგრამ აუცილებლად ვურეკავ ცალკე და ვაძლევ შენიშვნას. შეიძლება ეს ცალკე შეცდომა, მაგრამ უბრალოდ აი ამის იგნორირება არ შემეცლია. ასე რომ მე მგონი მშობლებიდან უნდა დავიწყოთ. მშობლებიდან აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელს კონდეს პირველ რიგში ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეიძლება რომ ბავშვთან თუნდაც იურთიერთოსად მიაწოდოს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშობელი არ არის ვალდებული, რომ ეს ყველაფერი იცოდეს, უბრალოდ უნდა კონდეს ხელშეწყობა, რომ რაღაცა მივაწოდოთ მათ, იქამდე მივიდეს ეს ინფორმაცია. სოფი, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავი ჩემი სტუმარი. ვფიქრობ, რომ ჩვენი პოდკასტი ძალიან ბევრ მშობელს, ბავშვს გამოადგება, ძალიან ბევრ ადამიანს, ისეთ ფასეულობებზე ვისაუბრეთ. დაგემშვიდობებით, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტაროთ და დაგვიტოვოთ შეკითხვები.